პროკურატურა 71 წლის დაკავებული პედიატრისთვის საპატიმრო გირაოს შეფარდებას ითხოვს. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა 4 ოქტომბრის საქმეზე საგამოძიებო ორგანომ მზადყოფნა გამოთქვა. ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში არ დატოვოს. რაც შეეხება ბრალდებულ გიორგი ჩახუნაშვილს, სხვადასხვა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, პროკურატურამ სასამართლოც მასთან მიმართებაში აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. დღეს გენერალურ პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ცნობილი გახდა გიორგი ჩახუნაშვილის ბრალი. მას განსაკუთრებული მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ჯგუფურად და ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.222 მუხლის მეორე ნაწილის აქვე პუნქტით წარედგინათ, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ჩადენილს ჯგუფურად, ასევე 225 მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ექიმს ბრალი ოფიციალურად ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში გააცნეს. ბრალდების მტკიცებით პროფესორი და პედიატრი გიორგი ჩახუნაშვილი 4 ოქტომბრის საღამოს აქციის ორგანიზატორების მოწოდების შემდეგ ათონელის რეზიდენციის ეზოში შეიჭრა და ფიზიკურადაც იძალადა. რა თქმა უნდა, ის არ აღიარებს და არ ეთანხმება წარდგენილ ბრალდებას. ჩვენ მას გადავეცით საზოგადოების პასუხი, საზოგადოების განწყობები, რაც გამოიწვია მისმა დაკავებამ და მადლობას უხდის ყველას. როგორც ჩანს, საზოგადოების უარყოფითმა რეაქციამ ექიმის დაკავებასთან დაკავშირებით ხელისუფლება უკან დაახევინა, თუმცა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება უფლებადამცველებისთვის საკმარისი არ არის, რადგან მიიჩნევენ, რომ ექიმს დანაშაული საერთოდ არ ჩაუდენია. არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ მას შეეფარდოს პატიმრობა, ვინაიდან მის მიერ რაიმე ძალისმიერი ქმედების განხორციელება არ მომხდარა, მხოლოდ და მხოლოდ ის იყო ათონელის სასახლესთან იმ მიზნით, რომ თუ იმას დაჭირდებოდა რაიმე სახის პირველადი დახმარება გაეწია მათთვის, რაც გააკეთა კიდეც. ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის დაკავება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. არაერთმა ცნობილმა ექიმამ მხარდამჭერი განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. გოგი ჩახუნაშვილი არის ჩემი მასწავლებელი. მე ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი გაერკვევა. თუ საჭირო გახდება, მე როგორც ექიმი თავდებში ჩავუდგები. ბატონი გოგა ჩახუნაშვილი პედიატრიულ კარდიოლოგიას გვასწავლიდა ჩემი თაობის და შემდეგ ბევრი თაობის ექიმებს. იმ ბნელ საბჭოთა პერიოდში დამატებით სტუდენტებისთვის კარდიოლოგიური სექცია ჰქონდა შექმნილი, ატარებდა კონფერენციებს. მაშინ ეს ყველაფერი იშვიათობა იყო. არ მომწონს მის ასაკზე აპერირება. ყველა ახალგაზრდაზე უფრო ახალგაზრდაა. ხოდა ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად საერთოდ მარველის პერსონაჟად გადაქცეულა. რკინის ღობეებს გლეჯს და ისეთი სუპერძალები აქვს, მის დასაკავებლად თურმე 100 პოლიციელია საჭირო. აი, მართლა ვაიმე, ყოჩაღად იყავით ბატონო. ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა გოგი ჩახუნაშვილს და მის ოჯახს. გოგი ჩახუნაშვილი და ჩახუნაშვილების დინასტია საქართველოს სამედიცინო საზოგადოების გამორჩეული წევრია. მამასთან ბატონ სევერიანთან წლები ერთობლივი მუშაობისა მაკავშირებს რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მან და მისმა მეუღლემ ორი ძალიან კარგი გამორჩეული ექიმი აღუზარდა ჩვენს ქვეყანას. კოტე და გოგი, რომლებიც ათეული წლებია ღირსეულად და უანგაროდ ემსახურებიან საქართველოს მოსახლეობას. დილით პედიატრის დაჭერა სიაშვილის კლინიკაც გამოეხმაურა, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო პოსტი სოციალური ქსელიდან მალევე წაიშალა. იმ ექიმებისთვის კი, რომლებიც წლებია ჩახუნაშვილს იცნობენ, რთულად ასაჯერებელია, რომ ასეთი მაღალი რეპუტაციის მქონე ასაკოვანი ექიმი პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმით აღებას გეგმავდა. ბატონ გოგის ვიცნობ 10 წლეულებია და ძალიან რთულად წარმომიდგენია ის რომელიმე ძალადობრივ სცენარში ან ვთქვათ რომელიმე უკანონო ძალიან რთული წარმოსადგენია ის ჩემთვის რომ გოგი ჩახუნაშვილი აწყობდა გადატრიალებას ან აპირებდა ვინმეს ან რამის დაზიანებას. 71 წლის ექიმის დასაჭერად გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჩვენებელი სპეცოპერაცია ჩაატარა. ზუბალაშვილების ქუჩა, სადაც ექიმი ცხოვრობს, პრაქტიკულად სრულად პოლიციელების ალყაში იყო. არ ვეთანხმები
მივიყვები, არაფერი გულდასაწყვეტი არ არის, გასაგებია, სამშობლო მიყვარდა დღემდე, დღესაც მიყვარდა, ხვალეს მიყვარდა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ გეკა გელაძის უწყების მაღალჩინოსნებიც, ლაშა ჯოხაძე და გოგა მემანიშვილი. ექიმის საცხოვრებელ სახლთან სამართალდამცველებს კორდონი ჰქონდათ გაკეთებული.